მიდის სისტემა დიდი ნაბიჯებით ავტორიტარიზმისკენ, ხო, რა საჭიროა ეს პოზა, ალბათ ფიქრობენ, რა საჭიროა კარლო კაციტაძის უწყება, რომელსაც ყოველთვის გვეუბნებიან, რატომ არ იძიებს ამას იმას და უქვემდებარებენ პროკურატურას თუ რა არის ეს ხარჯების, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა უნდათ, კარლო კაციტაძე სანქცირებული აღარ მოსწონთ თუ რა შეასაქმე. არ ვიცი, თქვენ მართალი ბრძანებთ, რომ ეს იყო საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება ევროკავშირის მიმართ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მათ შორის იგივე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პროცესში, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, მე მახსოვს მაშინ ministris მოადგილე ვიყავი და ამას წლიდან წლამდე მუდმივად გთხოვდნენ, რომ ეს პირობა შეგვესრულებინა და საბოლოო ჯამში ჩემ წამოსვლამდე ეს კანონპროექტი მომზადდა, რომელიც მე რაღაცა დიდი კუპიურებით და ცვლილებით, მაგრამ ასე თუ ისე მაინც შეიქმნა და გახსოვთ მაშინ ორი ფუნქცია გაერთიანდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, ერთი იყო ეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, მეორე იყო ის, რაც მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გააჩნდა. ეს რა თქმა უნდა ძალიან უცნაური რაღაცა სინთეზი იყო, მაგრამ თავარი იყო, რომ სრულდებოდა ეს პირობა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენულ დანაშაულზე იურისდიქცია ექნებოდა აი ამ სპეციალურ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს. მე მოგეხსენებათ, რაც მოხდა არ მოეწონათ იქ ლონდა თოლორაიას მუშაობა, იმიტომ რომ მან დამოუკიდებლობის სერიოზული ხარისხი გამოავლინა, მერე გააუქმეს ეს სამსახური, მერე შექმნეს ეს რაც კარლო კაციტაძის უწყებაში იყო. ეხლა დღეისათვის ამ უწყების გაუქმება რასაკვირველია ნიშნავს იმას, რომ უკან იხევს იმ საერთაშორისო ვალდებულებიდან, რომელიც სავიტროზე შეასრულა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ სინამდვილეში ბევრი არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მას მერე რაც ასე თქვათ გაუქმდა ინსპექტორის სამსახური და შეიქმნა ეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო სამსახური, რომელსაც კარლო კაციტაძე პროკურატურის კადრი ჩაუყენეს სათავეში. პროკურატურის კადრი იყო ლონდაც, მაგრამ დამოუკიდებლობის ხარისხი ჰქონდა მას, კი ბატონო. ერთ სიტყვით, ნუ აქ პიროვნებაზე ბევრი რამე არის დამოკიდებული, მოგეხსენებათ და არაფერი ამითი არ იცვლება გარდა იმისა, რომ ჩემი აზრით ბრალი აღიარა სახელმწიფომ usargeblo იყო ეს სამსახური. იმის თაობაზე, რომ როდესაც ნებისმიერი და ჩვენ გვაქვს გარკვეული საქმეები უკვე წარებული სტრასბურგში, სადაც ჩივით, რომ ასე თქვათ, აი, მომჩივანი უпростоრად ჩივის იმის თაობაზე, რომ მე გავხდი წამების არაადამიანური მოპყრობის საგანი, ჩადენილი იყო ეს ყველაფერი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან და ის უწყება, რომელსაც ეს ევალება კანონით, რომ ეს ყველაფერი გამოიძიოს, არაფერს არ აკეთებდა. ამის გაუქმებით ეს მხოლოდ ბრალის აღიარება სახელმწიფოს მხრიდან, ჩემი აზრით, კარგი ნიუსია ყველა იმ მომჩივნისთვის, რომელიც კაციტაძეს და მის უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა, სახელმწიფო ეს უბრალოდ აღიარა. კი ბატონო. ეს რასაკვირველია, გაგრძელდება ეს უმოქმედობა პროკურატურის ხელშიც, რომელსაც ახლა დაევალა ის, რაც უნდა გამოეძიებინა ამ სამსახურს, ახლა თვითონ გამოიძიოს. პროკურატურა მოგეხსენებათ ბრალდების ორგანოა ძირითადად, თუმცა რაღაც დანაშაულებს თავად იძიებს. აი ეს დანაშაულები პროკურატურამ გამოიძიოსო, გეგონება ახლა პროკურატურა არ შეეძლო ამის ყველაფრის გაკეთება, თუნდაც უმოქმედო და არაეფექტური კაციტაძის უწყების პირობებში. სურვილი რო ქონოდა. მაგრამ ვის რა სურვილი უნდა ქონდეს მიტაცებულ სახელმწიფოში, სადაც ყველა ასე თქვათ ინსტიტუტი და ყველა შტო ხელისუფლების არის ერთი კაცის არაფორმალური მმართველის ხელში. კი ბატონო. და ერთადერთი ინტერესით არის წარმოდგენილი ივანიშვილის რეჟიმის ყველა პატარა დაბალი, ასე ვთქვათ, თანამდებობიდან მაღალ თანამდებობაზე მყოფი საერთაშორისო გამჭვირვალობას წარმოადგენთ თქვენ და საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა დღეს ინფორმაცია სენაკის მერის ბიძამ ვახტანგ გადელიას მერად არჩევის შემდგომ მერიისგან 32 მილიონი ლარის ღირებულების 17 ტენდერი მოიგო. ანუ ეს არის მართლა წარმოუდგენელი თანხა არის, ანუ მას შემდეგ რაც გახდა მერი გადელია, მისმა ბიძამ
ესე იგი 32 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო, 17 ტენდერი და აქედან 14 ტენდერში კომპანია საერთოდ არ ყოლია კონკურენტი. აი ეს რაზე მეტ პატარა მოდელია თითქოს, რით არის დაკავებული ივანიშვილის რეჟიმი. ესეთი რეჟიმები, ესეთი ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმები არსებითად კორუმპირებულია, იმიტომ რომ კორუფცია ამ რეჟიმების არსებობის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. იმიტომ რომ იმისათვის რომ ვიღაცები ასე ვთქვათ, ყავდეს მორჩილებაში, ამისათვის მათ უნდა ჩაადენინო რაღაცა, მათ შორის კორუფციული დანაშაულები, რომლებიც იქნება მერე მათი მუდმივი ერთგულების საწინდარი. იმიტომ რომ ეს არის შანტაჟის ასე ვთქვათ იარაღი, ხო? აი ხო გახსოვს მე შენ რომ მოგაპარინე ფული. ახლა იქნება მუდმივად ჩემი ერთგული. ნაბის მარცხნივ მარჯვნივ გადადგამ და ხელად ამას ყველაფერს გაგიხსენებ. ამიტომ ეს არის აუცილებელი ასე თქვათ მექანიზმი იმისა რომ რეჟიმი შენარჩუნდა. როგორც ფეოდალურ სისტემაში თავის დროზე ერთგულების ნიშნად ურიგებდნენ მიწებს, ესენიც ახლა აი თქვათ ერთგულების ფასად აპარინებენ ფულს, თქვათ მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ტენდერების არასამართლიანად, ასე თქვათ, ტენდერების საკითხის გადაწყვეტის გზით. ამიტომ სხვანაირად ეს რეჟიმი უბრალოდ ვერ იარსებებს. მისი ერთ-ერთი არსებობის მთავარი ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორი ეს არის კორუფცია და ამ კორუფციის ხარჯზე რაღაცა გარკვეული ადამიანთა ჯგუფის რაღაცა თავისთან ყოფნა. კი ბატონო და ავტორიტარიზმი ყოველდღიურად მყარდება ამ ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს თითქმის ყველა ის მექანიზმი, რაც აქვს რუსეთს, რომელიც ზღუდავს ადამიანების თავისუფლებას, ანადგურებს კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს. ყოველ შემთხვევაში ამას ცდილობს ყველა ის ზომა, რომელსაც იყენებს ივანიშვილი. ეს არ არის ახალი ზომები, ეს არის კრემლის მიერ გავლილი გზა, რომელიც ძალიან ჩქარი ტემპით გაიარა ივანიშვილმა და ყველა ავტორიტარი გადის ერთსა და იმავე გზას, აქ ველოსიპედს ვერავინ ვერ მოიგონებს. პრინციპში რუსეთმა ეს გზა გაიარა პოლიტიკური ოპონენტების დაჭერის და განადგურების. როგორც ყველა ავტორიტარული რეჟიმი ამთავრებს ერთი და იგივე გზით, საბოლოო ჯამში. აშუქებს საბოლოო ჯამში თუნდაც შევიწროებთ. საბოლოო ჯამში ყველა რეჟიმი ჩამოიშლება ხოლმე და ეს ელის ამ რეჟიმსაც რასაკვირველია, იმიტომ რომ შიშით და კორუფციით რაღაც პერიოდი შეიძლება იარსებო, მაგრამ მუდმივად და დიდი ხნის განმავლობაში ვერ იარსებათ. მით უმეტეს რომ ეს რეჟიმი ძალიან მყიფეა. ეს ხო არ არის იგივე რუსეთის ფედერაცია, სადაც ბევრად უფრო სასტიკია რეჟიმი ჯერ ერთი და რუსეთი ასე თქვა დიდარი ქვეყანაა და მისი ბუნებრივი რესურსების ხარჯზე მისი მედეგობის ასე თქვა შესაძლებლობები იმ გამოწვევებთან რომლებიც რუსეთის წინაშე დგას ეს მედეგობა მისი ბევრად უფრო მაღალია შეუდარებლად მაღალი ვიდრე ივანიშვილის რეჟიმის იმიტომ რომ ეს არის ძალიან ღარიბი ქვეყანა და საბოლოო ჯამში აპარინე მაგრამ მოსაპარეს რო არაფერი დარჩება აი მაშინ იქნება ასე თქვა მაშინ ეს თავარი მექანიზმი თავარი ზამბარა რითაც ინარჩუნებს ივანიშვილი ამ რეჟიმს ის უცბად გაწყდება. და ჩვენი შემდეგი თემა ამ დღეს ლელოს ლიდერებს აქვთ სასამართლოს დღე, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკური ოპონენტი დაიბარეს სასამართლოში და ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ ცოტა ხანში გრიგოლ გეგელიასთან ერთად, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილი ამ კომისიაზე, ზულგენის კომისიაზე არ მისვლის გამო უკვე არის დაჭერილი. ასეთი შესაძლებლობა ივანიშვილმა დაკიდა კიდევ მინიმუმ 8 პოლიტიკური ოპონენტის ლიდერის თავზე. ანუ მაშინ დაიჭერს როცა ეს მას მოუნდება. თავისთავად ფიქრობ თუ არა, რომ ამ კომისიის შექმნის მიზეზიც ალბათ ოპონენტების დაჭერის საფუძვლის შექმნა იყო? და წავა თუ არა ამ გზით საბოლოო ჯამში? წავა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს არის ოქრუაშვილით დატესტა ეს ყველაფერი, ეს იყო პირველი გაკვალული ასე თქვა, მაგრამ ახლა ის ხო შეგვპირდა რომ დაჯიდა კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას
რომელშიც მოიაზრება აბსოლუტურად ყველა. ერთ სიტყვით ის დაუკვირდა რომ აღარ იქნება ამ ქვეყანაში აღარც პოლიტიკური პარტიები, აღარც სამოქალაქო საზოგადოება, საბოლოო ჯამში აღარც მედია, არავით არის კრიტიკული აზრი და ასე შემდეგ. ამას დაუკვირდა და ამას შეასრულებს, მაგრამ ამას შესრულებისთანავე უცბად ასე თქვათ ყველაფერი ჩამოეშლება, იმიტომ რომ ამ ჩვენ საზოგადოებას ამასთან შერიგება რო არ სურს და არ უნდა და რომ არ შეურიგდება ეს ყველაფერი ამას ყველაფერს ჩვენ ვხედავთ თუნდაც ყოველდღიურად საღამოობით რუსთაველის განძზე და ყველაფერს ხვას რომ თავი დავანებოთ და ახლა რა თქმა უნდა ვიღაცებს დაიჭერს ყველას ვერ დაიჭერს ვიღაცებს დაიჭერს ვიღაცები გამოვლენ მე რაღაცა მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მას ეს არ არის ბელარუსი, ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის შუა აზია, ეს არის საქართველო. ჩვენ ვართ ევროპელიერი, ამას ხედავს ჩვენი დასავლეთის მთელი დასავლეთის თანამეგობრობა, ჩვენ ვართ ევროპელიერი და ეს ევროპელობა მდგომარეობს სწორედ მას შორის შეურიგებლობაში იმ დიქტატორულ ტენდენციებთან, რომელსაც ამჟღავნებს ეს რეჟიმი.